მოგესალმებით, კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია სხდომა გავხსნათ. წარმოდგენილი დღის წესრიგით გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი, წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი არის ბატონი ზვიად გაბისონია, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზვიად. მოგესალმებით. პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი გახლავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესტანი ცვლილება. ცვლილება ეხება მხოლოდ ერთ საკითხს და ეს ეხება ბაღებისთვის 4 წლიანი ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას 6 წლამდე. მოგეხსენებათ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით ბაღებთან დაკავშირებით განსაზღვრულია 4 წლის ვადა. შედარებისთვის უნივერსიტეტებისთვის არის განსაზღვრული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის 6 წლიანი ვადა, ხოლო სკოლებისათვის 9 წლიანი ვადა. ამიტომ გვინდა რომ გარკვეული ტიპის კონტექსტში მოვიყვანოთ და შესაბამისად რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება რომ ბაღების ნაწილიც 4 წლის პერიოდი აწეული იყოს 6 წლის პერიოდამდე. დღეს გქონდა საუბარი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში და ვაჩვენეთ რომ ამ ნაწილში არა მარტო თქვათ დაზოგავს თანხებს, მაგალითად 6 წლის პერიოდი გადანაწილებული იქნება, დაახლოებით 6 მილიონი გადანაწილებული იქნება 6 წლის პერიოდზე, ნაცვლად 4 წლის პერიოდისა. მოგეხსენებათ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით ბაღებში ავტორიზაცია გახლავთ უფასო სასწავლო დაწესებულებებისთვის და შესაბამისად ეს ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაახლოებით თითო სკოლის ავტორიზაცია გვიჯდება 5-დან 7,000 ლარამდე და შესაბამისად ეს ხარჯი 4 წლის ნაცვლად იქნება გადანაწილებული 6 წელიწადზე, ასე რომ ფინანსურ ნაწილშიც სახელმწიფოს უფრო მეტი შეღავათი ექნება. მხოლოდ ეს ცვლილება ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვადის გაზრდასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიხსენოთ პროცესი ავტორიზაციის დროს, რა პროცესი მიმდინარეობს, რა კუთხით ამოწმებთ და აღნიშნული თვითონ პროცესში შინაარსიდან გამომდინარე, ხომ არ გამოიწვევს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თქვათ 2 წლით ამ ავტორიზაციის გახანგრძლივების პირობებში შესაძლოა რაღაცა ჩავარდნები ქონდეთ ამ მიმართულებით. ამიტომ თვითონ პროცესზე მინდა რომ ცოტა მეტი წარმოდგენა მქონდეს და დავაზუსტებ მაინც რომ კერძო და საჯარო იგულისხმება თუ მხოლოდ საჯაროზე არის საუბარი. დიდი მადლობა. გავაგზავნებ ამ შესანიშნავ შეკითხვას. ბატონო, რა მინდა თქვა, ჩვენ ექიმები ვამბობთ ასეთ რამეს. ჩაიტარეს სკრინინგი. ეს არის პრევენციული ღონისძიება ამ მოსალოდნელ ასაკში შეიძლება დაავადებამ თავი იჩინოს და გამოვავლინოთ. ავტორიზაცია სკრინინგია. გარკვეულწილად რომ იქ თუ რამე სუსტი რგოლები გვაქვს, რომ ეს გამოვავლინოთ, ან გავასწოროთ, ან და ბავშვები დავაზღვიოთ ამ გართულებებისაგან. კაბადონიოს შეკითხვას უდასტურებ ხადაჭირას უცხადებ და ვამბობ, ეს 4 წელი რა გამოცდილებას ეყნობა, თავიდან როგორ იყო. და მე რომ თქვენ რომ 6 წელი მისაღებია, მე უმაღლესებში 9 წელი მისაღებია, ეს რა სტანდარტებიდან არის გამომუშავებული. დიდი მადლობა. ბატონ ზურა. მოგესალმებით. ერთი მაინტერესებს ალბათ იგივე პათოსი გამოვა ბატონო ზვიად, ეგ მაინტერესებს რომ გარდამავალი პერიოდი გვაქვს ნახსენები, ანუ გარდამავალი პერიოდის შემდეგ, თქვათ თუ ახლა იყო ისე რომ შევთანხმდეთ რენტაბელური 4 წლიანი ფაზა, გარდამავალის შემდეგ თქვათ გადავიარეთ ეს პერიოდი, რატომ ტოვებთ ამ 6 წლიანს? ეს ერთადერთი მხოლოდ ფინანსური ნაწილის შეღავათის გამოა, ეს მაინტერესებს. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ზვიად. მეც ძირითადად ასევე რა გამოწვევები არის თვითონ სკოლამდელ განათლების ნაწილში, ეს ეხება ინფრასტრუქტურას, გარემოს თუ სხვა რა კუთხით არის გამოწვევები, მაგაზეც რომ შეავსოთ ასე ვთქვათ ის პასუხები. აი ქალბატონ თამარსაც აქვს კითხვა. მოგესალმებით. მე მაინტერესებს აკრედიტაციის პროცესი, რამდენად არის ორიენტირებული ავტორიზაციის პროცესი რამდენად არის ორიენტირებული სწავლების ხარისხთან დაკავშირებით, რამდენად ეხება ამას და შინაარსში და ხარისხობრივ კომპონენტს რამდენად ფარავს და ასევე მაინტერესებს თუ არის გათვალისწინებული ინკლუზიური სწავლების მიმართულება და ეს ავტორიზაციის პროცესი როგორ არის ამ მიმართულებით, როგორ თანხვედრაშია ეს მიმართულება? ბატონს ვეთქვით.
კი ბატონო, რაც შეეხება ავტორიზაციის პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ეს კანონით არის გაწერილი 4 სტანდარტისგან შედგება: მატერიალური რესურსები, ფინანსური რესურსები, ადამიანური და პროგრამული რესურსების ნაწილი, ანუ 4 კომპონენტისგან შედგება. შესაბამისად, აქ ხარისხის დაგდებაზე და 4 და 6 წელს შორის სხვაობაზე არ ამგონია, რომ პრობლემური იყოს, რადგან იცით, რომ მონიტორინგის ნაწილი არის კანონში ჩაშენებული, ასე რომ კონტროლის მექანიზმი მუდმივად არსებობს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია. აქ მხოლოდ ფინანსურ რესურსზე არ იყო, რა თქმა უნდა, და ვადების ნაწილზეც საუბარია იმაზე, რომ 4 წლის პერიოდი გვინდა თანხმედრაში მოვიყვანოთ არსებულ სტანდარტებთან მიმართებაში და ამიტომ ვზრდით უბრალოდ. რაც შეეხება ხარისხთან მიმართებაში, გასაგებია, რომ მონიტორინგი შეიძლება, რომ ეს ნაწილი გააკონტროლოს. რაც შეეხება თქვენ ზოგად სურათს, თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რა თქმა უნდა, გვაქვს და ზოგადად იცით, რომ ამ ნაწილში საგანმანათლებლო სისტემაში ისედაც გვაქვს სკოლების ნაწილშიც პრობლემები და აქედან გამომდინარე ეს არ ეხება ამ ნაწილს, თუმცა ირიბად შეიძლება რომ ვთქვათ, რომ 6 წლის პერიოდში ვთქვათ ვადის გადადებასთან ერთად გარკვეული ტიპის შეღავათი დროის ნაწილშიც გვექნება. ამიტომ ეს კომპლექსი გვაძლევს იმის საშუალებას ვთქვათ, რომ უფრო ოპტიმალური იქნება თუ 4 წლიდან 6 წლამდე გავზრდით ავტორიზაციის ვადას და თქვენ შეკითხვას რაც შეეხება ვადასტურებთ იმას, რომ რა თქმა უნდა საუბარია ბაღის ნაწილზე და შესაბამისად სასწავლო კომპონენტები მხოლოდ იმ ნაწილისთვის არსებულ სწავლებას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ინკლუზიური ნაწილი გათვალისწინებული და ჩაშენებულია დღეს არსებული კანონმდებლობითაც. თქვენ იცით, რომ სპეციალიზებული მასწავლებლებიც არსებობენ ამ ნაწილში და ხშირად არის ხოლმე გამოყოფილად სპეციალური პროგრამის სწავლება და აქ მასწავლებლებსაც სპეციალურად ვამზადებთ იმისათვის, რომ ასეთი კატეგორიის ბავშვებისთვის კონდეს მხარდაჭერა. ზუსტება. კერძო და საჯაროზე რომ მიპასუხოთ და კიდევ მიქნება დაზუსტება, კი. მონიტორინგის პრინციპი რო გითხრათ, ან დაახლოებით რა პერიოდის მანძილზე, ან როგორი რჩევთ, ან პროგრამა არჩევს თუ რა პრინციპით ხდება ხოლმე მონიტორინგის ჩატარება და აი ამ 4 კომპონენტი და რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, განსაკუთრებით რეგიონებისთვის. მე ხო ვიყავი რეგიონის მაჟორიტარი და მათ შორის იმიტომ, რომ თქვათ ეს ავტორიზაცია უნდა მიეღო და შესაბამისად თქვათ ბაღები უნდა მომზადებულიყვნენ ამ პროცესისთვის, შეიძლება უფრო გვიადვილდებოდა ადვოკატირება სხვადასხვა ბაღის ახალი შენობის მშენებლობის. შემთხვევით აი ამ გადავადებამ არ შეაფერხოს თავად ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი. რაღაცნაირად გვინდა ეს სიტყვიერი თანხმობა მივიღოთ, თორე გასაგებია, რომ ხა განცხადებული თქვენი დასტურით ესე საბოლოოდ არ მოგვარდება ერთი ხელის მოსმით ბაღების ინფრასტრუქტურა. და მეც დამემატებინა, ანუ ერთი არის რომ სწორი ხედვა არის რომ ერთი გაერთიანება ხდება და ერთიანი სტანდარტის მიღება, ასევე ბიუროკრატიასაც ვირიდებს და ბიუჯეტის კუთხითაც დაზოგვა ხდება, მაგრამ ამან არ გამოიწვიოს გადავადება მათ შორის ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის და მონიტორინგის მყარი ინსტრუმენტი და დაინერგოს აი ამის შეფასებისთვის. ასევე ბატონ გიორგისაც დამატება უნდა. მოგესალმებით. პირველ რიგში მხარს უჭერ წარმოდგენილ ცვლილებას, ერთს დავაზუსტებ, რომ 2029 წლამდე ისედაც ეს პროცესი ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების იყო თვითშეფასების ეტაპზე, ავტორიზაციამდე ჯერ არც მივსულ ვართ, რაც გათვალისწინებული არის მათ შორის იმ თემატური მოკვლევით, რომელიც ჩაატარა კომიტეტმა. აქედან გამომდინარე, ყველანაირ ლოგიკაში ჯდება ის, რომ როდესაც ზოგად საგანმანათლებლო პროფესიული დაწესებულება გადის 6 წლიან ავტორიზაციას, აუცილებელიც კი არის, რომ 4 წლიანი კი არა იყოს 6 წლიანი მათ შორის სკოლამდელი განათლების დაწესებულების ავტორიზაციაც. ახლა მე რა ინფორმაციაც მაქვს, ხარისხის განვითარების ცენტრი არის ეტაპზე, როდესაც ყველა ინფორმაციას სკოლამდელი დაწესებულებებიდან, რომლებიც არის 2000-ზე ცოტათი მეტი, თვითშეფასების ეტაპი გავლილი არის და 2029 წლამდე ისედაც ეს ავტორიზაციის პროცესი არ იყო სავალდებულო. აქედან გამომდინარე, თუ კი გაიზრდება და მე პირადად მხარს უჭერო 4-ის მაგივრად 6 წლიანი ავტორიზაცია გაიაროს ბაღებმა, ეს ამ რეფორმას არანაირად არ შეუშლის ხელს. უფრო მეტიც გაუთანაბრდება ყველა ეტაპის საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთს და უფრო მეტიც დაუახლოვდება და იქნება 6 წელი. ასე რომ ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ, რომ 4 წლის მაგივრად იყოს 6 წელი, ასევე ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ის სტანდარტები, რომლითაც ბაღმა ამ შემთხვევაში უნდა გაიაროს ავტორიზაცია, აქაც მე რასაც ვხედავ, არანაირი ცვლილება არ შედის, უფრო მეტიც ეს არის დარეგულირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ყველა ის პარამეტრი და მაჩვენებელი, რასაც ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს, რომ გაიაროს ავტორიზაცია. ასე რომ მე
უფრო სხვა კუთხით წავიყვანდი, ის რომ ავტორიზაციის პროცესი არის დასაჩქარებელი, ეს არის ფაქტი, ის რომ თვითშეფასების ეტაპებზე შეიძლება გარკვეული დაბრკოლებები გამოვლენილი იყო, ესეც არის დასაჩქარებელი და ზოგადად ის რომ რეგიონებში განსაკუთრებით ინფრასტრუქტურა არის დაბრკოლების ქვეშ და არსებობს გარკვეული ხარვეზები ამ კუთხით ამ მიმართულებით შესაბამისმა სამინისტროებმა უფრო მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება, რაც გათვალისწინებული და გაცხადებული პრიორიტეტი არის მთავრობის ბოლო პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით ასე რომ 4 წლის მაგივრად რომ ავტორიზაცია ბაღზე 6 წლით გაიცემოდეს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მადლობა. მაშინ უფრო ადეკვატური კითხვა არის, რომ რამდენს აქვს გავლილი ავტორიზაცია და რამდენს უვადდება. თუ ჯერ საერთოდ არ შესულა ძალაში და იმაზე ვსაუბრობთ, რომ 29-ის შემდეგ არის სავალდებულო, ანუ შეიძლება საერთოდ არავის არ აქვს გავლილი, გვაქვს ეს ინფორმაცია? ბოლოდან რო დავიწყოთ, ვადასტურებთ, რომ დაახლოებით 300-მდე ბაღია, რაც შეეხება თვითონ გეგმას, ეკე გეგმავს, რომ აი ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ დაახლოებით წელიწადში 400 ბაღი მაინც იქნას გავლილი ავტორიზაციის ნაწილში. სულ ჯამურად არის დაახლოებით 2050 ადრეული აღზრდისა და განათლების სკოლამდელი აღზრდისა და მის ავტორიზაციის პროცესი გასავლელი, ამიტომ მასშტაბები ალბათ ნათელი და გასაგებია. თქვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ქალბატონინო, ორივეს ეხება, რა თქმა უნდა, როგორც საჯარო დაწესებულების ბაღებს, ასევე კერძო კატეგორიის ბაღებს, რაც შეეხება მონიტორინგის საფუძველს, კანონმდებლობით არსებობს ორი საფუძველი, ერთი განცხადების საფუძველზე, როდესაც ითხოვენ, რომ სპეციალური მონიტორინგი დაინიშნოს და მეორე საჭიროების თუ თქვა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მონიტორინგია გარკვეული ტიპის მიზეზებიდან გამომდინარე, ანუ ორივე გახლავთ სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მონიტორინგი დაინიშნოს. ამასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ ნაწილზე გეტყვით, რომ მოგეხსენებათ, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ არის უფლებამოსილი ბაღების რეაბილიტაციის და მშენებლობის ნაწილზე მუნიციპალიტეტებზია ეს საკითხი გადაცემული კოორდინაციაში, რა თქმა უნდა, ვართ შესაბამის ორგანოებთან, თუმცა რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული საკითხია იმ ვადებში, რა ვადებშიც თქვა ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ტემპს საჭიროებს ამ რეფორმიდან გამომდინარე, თუმცა მოცემულობა ასეთია, რომ მუნიციპალიტეტების საკუთრებაშია და შესაბამისად მათ ევალებათ ამ ბაღების რეაბილიტაციის დროული მოწესრიგება. ბატონო ლადო. ისე ვუბრუნდები ამ თემას, იმიტომ რომ სტრატეგიული ნაწილია. როდესაც მონიტორინგი მოთხოვნის ან რაღაც გარკვეული წინაპირობების შემდეგ ხდება, ეს ერთი ნაწილია. მეორე, როდესაც გეგმიურია, ვიცით რომ ჩვენ იმ 2050 ბაღიდან რომელს დაჭირდება დახმარება ინფრასტრუქტურის ნაწილში, რომელს დახმარება და ამისი თანხების მობილიზება მომდევნო ბიუჯეტში, რომ წინასწარ იყოს გამზადებული. რომ ეს ყოველთვის წინსრებად, კი მართალია დღეს ვამბობთ, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდეთ, მაგრამ ყველაზე ჭკვიანი საბაზრო ეკონომიკა არის გათვლები და სტრატეგიული მიმართულებით. ჩვენ მაგალითად სკოლები რო ვახსენეთ, რომ გვაქვს ეს გამოწვევები, დაგროვილი პრობლემები, რომლებიც გადმოყვა. ბევრი რამე ასეთივე ნაწილი გვაქვს ბაღებში და ძალიან კარგია, რომ ამისი ორგანიზება, ამისი რეგულირება დაიწყო. კარგი იქნება, რომ ამ ფინანსების თავმოყრის კონცენტრების და სწორად განკარგვისათვის, უპრიანი განკარგვისათვის იქნება ძალიან კარგი. მადლობა. ვიხდი ბატონ ლადოს დავეთანხმებით, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტი ანხორციელებს, თუმცა პოლიტიკას თქვენ განსაზღვრავთ, ხა ეს კანონის თქვენში გამოგაქვთ და მიუხედავად იმისა, რომ ბაღების მართვა მუნიციპალიტეტებზეა, ანუ ამ ნაწილში სწორედ ამ კუთხით იყო ჩვენი მხრიდან ნათქვამი, რომ ბაღების ინფრასტრუქტურა უნდა ჯდებოდეს რაღაც ერთიან პრიორიტეტში და რამე გადავადებამ, რაც არ უნდა ლოგიკური იყოს, არ რაღაცა შეასუსტოს ის პრიორიტეტი, რომელიც ნიშნავს ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კიდე ერთი კითხვა, უბრალოდ თქვენი მოსაზრების მოსმენა მაინტერესებდა. თქვენ ახსენეთ, რომ ავტორიზება არის როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებთან მიმართებაში. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად კერძო ბაღი ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს და არა ბაღის სტატუსით, არამედ სხვადასხვა ტიპის რაღაცა დღის ცენტრების და სხვა არა, ასე ვთქვათ, იმ სტატუსით მოქმედებს, როგორიც წესით უნდა იყოს ბაღებთან მიმართებაში. ამ ნაწილს თუ მოიცავს მონიტორინგი და ასევე ამ კრიტერიუმების გადახედვასაც ხო არ ფიქრობთ მიზანშეწონილად, რომ რაღაცა ერთიან სტანდარტში იყოს და არ იყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ჩრდილოვანი გზები იმისთვის, რომ ბაღების ავტორიზება მოხდეს, განსაკუთრებით ეს კერძო ბაღების ნაწილს ეხება.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად არის განსაზღვრული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რას ნიშნავს, შესაბამისად თუ ამ დეფინიციაში არ ჯდება, მას კანონმდებლობა არ განიხილავს შესაბამის ბაღად, ამიტომ ავტორიზაციის ლოგიკაც მოკლებულია ამ ნაწილზე. ამიტომ მხოლოდ იმათზეა საუბარი ავტორიზაციის ვადები, რომელსაც ეს სტატუსი აქვს მინიჭებული, როგორც საჯარო დაწესებულებების ნაწილში, ასევე კერძო ბაღების ნაწილშიც. კარგი, დიდი მადლობა. კარგით, კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგით პირველს და ერთადერთ საკითხს, ვინ არის მომხრე. ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა. თუ სხვა საკითხი არ არის და დღის წესრიგით გათვალისწინებული მხოლოდ ეს საკითხი გქონდა, რომელსაც კენჭის ყრეყი გამოგვრჩა, მაგრამ ამ საკითხს განვიხილავდით. თუ სხვა საკითხი არ გაქვთ, შეგვიძლია დავასრულოთ სხდომა. დიდი მადლობა.